გოგოებო, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება და მართლა 60 წლის ვარ და ესეთ რამეს პირველად შევესწარი, რომ ახლა გოგოებთან ამოვედი და ვთქვით, რომ რაღაცა გვეჭამა და უცებ მოდის ბიჭი და დაცვა მეუნება, რომ შენთან აქ საქმე და ამოუშვა თუ არა. და ვეუნები ვინ არის რა არის, არავინ არ მყავდა დაბარებული პატარა ბიჭია 14 წლის. მეუთხარი შემოუშვით მეთქი და მოვიდა და აგერ დაუპატიჟეთ რაც გვაქვს იმაზე ჩვენს კომპანიის კაფეში. ახლა ლუკა, შენ გინდა სამსახური. თან სწავლობ. თან მარისნაირი ბიზნესმენი არ გინდა გამოხვიდე, იმიტომ რომ ეს მარი ჩემს კომპანიაში არის მაგარი მხარჯველი. ამიტომ ესეთები არ მხარჯველი არ მიყვარს. მე მიყვარს უფრო ეკონომიური, კოტესნაირი მიყვარს, კოტესნაირი რომ აქ კაფეში დაევაჭრება ცოტა დამიკელიო. ჩემს კაფესაც რო დაევაჭრება, ხო? ლუკა, ჩვენ ახლა ვილაპარაკეთ, ვისაუბრეთ, მშობლების ყავთ და დიდი მადლობა მართლა ესეთ მშობელს, რომ აი ესე რო აცვია ბავშვს, ესეთი მოწესრიგებული რო აი ბავშვს რო ეტყობა დაბანილია, დავარცხნილია და ეს იქნება მე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ეს საქართველოში იქნება ნომერ პირველი ბიზნესმენი. რატომ? ზუსტად ბიზნესი თუ გინდა, აქედან უნდა დაიწყო. ახლა მე ვფიქრობ თუ სად დავნიშნო ლუკა. ლუკა, შენ როგორ დრო გექნება? აი სკოლიდან რო წამოხვალ და რამე საქმე რო არ გექნება, შენ ჩემს კომპანიაში იქნები, მე გაგაცნობ ბიჭებს, მაგრამ მარი არის ჩემი მოადგილე, მარი ხელმძღვანელობს მთლიანად ამ გაყიდვებს და შენ მარი ერთ კარგ ბიჭს ჩაგაბარებს და შენ იქნები ავტომობილების გაყიდვებში. მოდი ჩვენ ლუკას ხელფასი დაუნიშნოთ, ავტომობილების გაყიდვებში ჩაერთოს და ამას ვამბობ სულით და გულით, რომ ლუკა გავზარდოთ ნომერ პირველი ბიზნესმენი და ამას თქვენს გილოცავ და ამას ლუკასაც ულოცავ. ამას ლუკასაც ულოცავ და ლუკა დარწმუნებული ვარ, რომ შენ გაამართლებ. უყურე, როცა სწავლობ სკოლაში იყავი, სახლშიც იყავი, ისწავლე, როგორ დრო გამოგიშტება, 1 საათი იქნება თუ 2 საათი იქნება, მოდი ჩვენთან და ჩვენ ყველაფერს გასწავლით. მარი ყველაფერს გასწავლის, მაგრამ მარი მარმინდა გასწავლოს ხარჯი. ხარჯიანია, ბევრი ხარჯიანი და ამიტომ დარწმუნებული ვარ, ჩვენ ეს ყველაფერი გამოგვივა და გილოცავ. მე პირადად ვისაც დღეს დავნიშნავ, ეს იქნება ლუკა. რა სიტყვი?